მოგესალმებით. ახალი ვლოგით მოვედი. სადაც ძირითადად იქნება აქედანვე გავთხილებთ. სადაც ძირითადად იქნება სახლის საქმეები, რომელსაც ძლივს ვართ მე თავს. უკვე მართლა ძლივს მოძრაობ, ძლივს ვაკეთებ საქმეებს. ძალიან მიჭირს, მაგრამ იმასაც ვიაზრებ, რომ ამას ჩემს მეტი ვერავინ ვერ გააკეთებს. სოსო მოგეხსენებათ მუშაობს ხშირ შემთხვევაში და რაც შეუძლია მართლა მეხმარება ყველანაირად. ახლა არის აქ 14 ივლისი მეცინება ჩემ თავზე. 14 ივლისი სოსო ამ დღეს სახლში იყო. ეს ჩემი თავის მოვლის პროცედურები, ეს არის დასაბანი. სახის დასაბანი თქვენ არაერთხელ დაგინახიათ ვლოგებში უკვე მითავდება და დრო არის რომ ახალი შევიძინოთ. ხო და შენ ხარ ჩემი ბატონი. პირდაპირ წყლით არ ვიბან ხოლმე, ჯერ ბამბის დისკით ვიწმინდაო, სველი ბამბის დისკით და მე არ ვიცი ეს ჩემი წიკია თუ რატო არ ვიცი, მაგრამ მე ვიბან ხოლმე. შემდეგ ავიღებ ხოლმე ერთ ცალყინულს და ესე სანამ არ დადნება სახეზე ვიმასაჟებ, ვიტარებ, ვისმევ, რა ვიცი, როგორც იძახიან, როგორც იტყოდნენ. თქვენს გირჩევთ სისხლის მიმოქცევას ძალიან უწყობს ხელს, აი ამ თვალის გარშემო სიშავეებს. მოკლედ ძალიან სასარგებლოა და თუ გააკეთებთ ამას შედარებით მაქსიმალურად ყოველ დილით ან ყოველ მეორე დღეს ძალიან კარგი იქნება. ეს ჩემი ნივია სქელი კრემი, რომლითაც მხოლოდ იმიტომ არ ვარ კმაყოფილი, რომ სქელია, თორე ძალიან კარგად ატენიანებს. მაგრამ ნაყიდი მაქვს და არ მინდა რომ გადავაგდო. უნდა გამოვიყენო ხოლმე შეგადაშიგ იქამდე სანამ არ გაიხარჯება. ძალიან კარგია, უბრალოდ სქელია. შემდეგში ნივიას კრემს აღარ ვიყიდი. ამ დილის რუტინის შემდეგ გავეშურეთ ლილეს პოლიკლინიკაში. გეგმიური ვიზიტი ჰქონდა ლილეს, სადაც გაიკეთა აცრა. ეხლა დააჭირე ეს. ესა? გავიკეთეთ სტიკერი. საერთოდ არ რუტინია ლილეს, ისეთი ძლიერი გოგოა. საერთოდ არ რუტინია. გაიკეთა მერე ყვითელი სტიკერი და დაიმსახურა ლოლიპოპი. მამიკოსაც უთხრათ, ხო? რო არ გიტირია საერთოდ. ჩემი ძლიერი გოგო. ეხლა საღამოს 5 საათია. საკმაოდ აგრილდა. ძალიან ცხელოდა შუა დღესაც და ეხლა საკმაოდ აგრილდა. ექიმის მერე სარეცხი და ტოვას სომსამრეცხაოში. ეხლა საშრობშია. მესაც სახში დავგვტოვა ჩვენ. საჭმელი გავაკეთე. ფრთები შევწვი და მაიონეზში ჩავალაგე. შევდგი მაცივარში. სარეცხი ნახევრად გაირეცხა, ვერ მოვასწარე, ხა ისევ გამოვედით, იმიტომ რომ დღეს ეს ქალბატონი მიყავს სასეირნოდ. აი ხანი მე ვეღარ მოახერხებს და ლანა სტიკერი მაქვს. მაგალითად. ხოდა გამოვედით ისევ ცოტა ხნით და რო დაბრუნდებით დავასრულებ სარეცხის რეცხვას. ქარსითი რო გვაჩუქეს იმას მოხსენეთ ის ეგეცავე მაშია სამრეცხაოში ეგეც ირეცხება. ჩემ დაბადების დღის მერე ავაწყობთ ლოგინს უკვე 23-ის მერე. ავაწყობთ ლოგინს. გავამზადებთ ყველაფერს, ჩანთას ჩავალაგებ. ამაზონიდან გამოსაწერი მაქვს ჩანთა. ეს ამბებია რა. აქვე ძალიან დიდი მადლობა ყველას ამდენი თბილი დადებით სიტყვებისთვის. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მოლოცვებისთვის.
სოსოს და ჩემი დაფასებისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ ვლოგს უყურებთ ხოლმე ბოლომდე. ჩემთვის ეს და ყველა იუთუბერისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედი მაქვს რომ დიდხანს შევინარჩუნებთ თქვენს ინტერესს და თქვენს ყურადღებას. დიდი იმედი მაქვს. როგორ არის? იდა. მიდი დაჯექი. ვანე? მიდი. გაგსვავს ახლა დემონს. დაჯექი წინ. ეს ამაზე ბედნიერია. Aia. Bednieria. მე მიჭირს ცოტა სიარული უკვე. ძალიან. ცოტა კი არა ძალიან მიჭირს. მაგრამ არ ვნებდებით. უნდა გავძლოთ ცოტას დარჩა. ამ დროს რას აკეთებს ორსული დედა? არაფერს. ზის ელოდება. ზის ელოდება როგორ ერთობიან მეუღლე და შვილი. რამე პრობლემა ხო არა გაქვს ლიკაშენ? არანაირი არაფერი. დაველოდოთ. ძალიან ცხელა იქ. საჩემოდ ძალიან ცხელა. გარეთ კარგი სიგრილი, არაჩვეულებრივი. იმედია ქარის ნიავის ხმა ტელეფონში ცუდად არის მის. მაგრამ შიგნით ძალიან ცხელა იქ. ველოდები გამოვიდნენ.
ნახე დედა რას აკეთებს? დედა ზის ელოდება. ასე ჩაიარა გართობამ და თამაშმა. დავუბრუნდი შემდეგ ისევ ჩემი სახლის საქმეებს. ეს გაზი მოკლედ, ეს გაზი რაღაც საშინელი ზედაპირი აქვს ამ გაზს, რაც არ უნდა ხეხვაი ამ განსაკუთრებით რომელ ადგილზეც ვაკეთებ ხშირად საჭმელს, იქ აი ყველაზე დიდი კამფურა რო ჩანს. ეგ ლაქები არ არის, ეს არის რაღაცა აი ამ თვითონ ამ რკინა თუ რა არის, არ ვიცი, აი ქერცლა და ვერაფრით ვერ ვაშორებ. ეს სპრეი რაც დავასხი ახლა გაზს რაც დავასხი ძალიან ახლა ამას ამ რკინებსაც ვასხავ რა თქმა უნდა ძალიან კარგია ძალიან მაქსიმალურად აშორებს მართლა ცხიმს და ჭურჭელს უბრალოდ პირბადე თუ არ გიკეთია შეუძლებელია სულ თქვა წამიერად რაღაცა ძალიან ძაფრ მოგუდულ რაღაცას უშვებს ისეც რომ ვერ რა ფიზიკურად ვერ გამოიყენებ პირბადის გარეშე ხო და მისხია ახლა აქ მისხი რაღა იყო და მიკეთია პირბადე ამასობაში რაღაც დრო გავიდა ეს უნდა გააჩერო და გაჩერებული მქონდა და დავიწყე უკვე წმენდა მაქსიმალურად ვეცადე რომ მომეშორებინა ის ჭურჭელი რაც არის ზედ ყოველთვის გაზზე იმის მიუხედავად რომ ეს სისტემატურად ვალაგებ სისტემატურად ხეხავ ეს მეორნაირი გუბკა მაინც ვერ ვინაჩუნებ მუდმივ სისუფთავეს ესე ვთქვათ რა აი რომ სისუფთავე იყოს და მე წარმომიდგენია იმათ სახლში რა ხდება ვინც ამას კვირაში ერთხელ აკეთებს ან ორ კვირაში ერთხელ აკეთებს ან ვერ აკეთებს საერთოდ წარმოვიდგინოთ რომ და რა შეიძლება ხდებოდეს მათ სახლში ადამიანი რომელიც მე ყოველ დღე სისტემატურად მართლა ზედ ვარ გადაყოლილი სახლს მაინც არ ვარ კმაყოფილი ჩემი სახლის სისუფთავით და ალბათ ბევრი დიასახლისი ხართ ესე დამიწერეთ კომენტარებში რომ მარტო ჩემი თავი არ მეგონას გიჟი
აი როგორც გითხარით ეს ზედაპირზე დარჩა ისევ ყველგან მაქსიმალურად გაიწმინდა, მაგრამ აი აქ ეს გაფუჭებულია თვითონ ეს ზედაპირი და არ შორდება ისე როგორც საჭიროა რა, მაგრამ მთლიანობაში გაზი სუფთაა. შემდეგ ისევ ქლორაქსი დავასხი. თავიდან ერთი პირი კიდე გავხეხე და მაინც იმ ადგილას მაინც ეს დეფექტი რჩება. ძალიან ვიღლები ამ ყველაფრით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ საღამოს ისევ გასაწვედი იქნება, მაგრამ არა უშავს. აი ესე მაინც დარჩა, ამას არაფერი არ უშველის სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად სუფთა იყოს გასკურა. თუ მეტად არა, თორე ნაკლებად არც ეს არ ბინძურდება, ეს რკინები და ეს რკინები არის თუჯის, აი ისეთი მძიმეა, რომ რა გითხრათ. ხო და რთულია ამის, ანუ არ არის რა ადვილი მოსახერხებელი გასაწმენდათ რა, ძალიან რთულია გასახეხად. მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს? ეს კამერა ცუდად დამიყენებია, ეხლა რაღაც შევცვლი, მაგრამ არა უშავს. უფსი, ჯერ წაიქცა. ესეც ესე, ამათაც ეხლა მაქსიმალურად გავაწკრიალებ. ის სპრეი ხო დავასხეთ, ეს ქლორაქსი და მოკლედ საბოლოოდ გამოდის რა, კაი შედეგი აქვს. აქ მოკლედ აქ რა დამემართა კამერაში კი არ ჩანს, მაგრამ აქ არის უკვე 16 ივლისი. ეს არის ის სივრცე, სადაც მე ნაგვის ვედრო მიდგას, სადაც ნაგავს და აი ამ ხსნარებს ვინახავ, ნაგვის ცელოფანს ყუთით ვინახავ და ასე შემდეგ. ანუ ონკანის ქვედა სივრცე. ამისი გამოხეხვა მქონდა გეგმაში აუცილებლად პერიოდულად ხეხავ ხოლმე და წმინდავ. და ამ ორსულობის დროს გადავწყვიტე რა, როგორც ყოველთვის. იმ ჯამში ხსნარებით მაქვს გაზავებული და თავის ჩოთქით და აი აქ ახლა უკვე მივხვდი, რომ ვერ ვთავსდები, დაკუზვა ძალიან მიჭირს. მუხლები მეტკინა, მუცელი მეტკინა, ცუდი გადაწყვეტილება იყო ამ საქმის დაწყება. იმიტომ ვარ შეჩერებული, ახლა პერიოდულად ვჩერდები. ჩემ თავზე ვბრაზდები, რომ რატო ლიკა, რატო. მაგრამ ვარ ჯიუტი, მინდა რომ იყოს სუფთად. აი აქ ვერ ვთავსდები. აქ კამერაში არ ჩანს როგორ წვალობ. ახლა აქ ვფიქრობ რა, როგორ მივუდგე, რომ გავხეხო. კიდე კაი არ ჩანს. ხო და დავიწყე ესე ხეხვა. ეს კარგი ჩოთქი იყო, მე საბოლოოდ სოსოს ხელებს შეეწირა, გამიტეხა. გუშინ ეს მაცივარი და გაზი რო გამოვაწევინე, იმ იატაკის ხეხვის დროს ხეხავდა და გამიტეხა. არა უშავს ახალს ვაყიდინებ. ხო და ეს სივრცე ესე კოხტად ლამაზად გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვხეხე. სამაგიეროდ არაჩვეულებრივი სისუფთავე დავიჭირეთ ბოლოში. შენ ხარ ჩემი ბატონი. ვინ წვალობდით კიდე ესე ორსულობის დროს დამიწერეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება. ვის არ გასვენებდათ გამჩენი, როგორც მე არ მასვენებს. რა მინდოდა ატმისა და მაყულის ბუჩქებში თუ როგორ იძახისი გახმახსოვს. აი რა მინდოდა სოსოსთვის მეთქვა და გაეკეთებინა, მაგრამ აღარ დავიხიე უკან, ესე ვთქვათ. მოუხეხე, გამოუწმინდა ვეხა ლამაზად და გოხდოთ. შემდეგ დავაბრუნეთ გაწკრიალებულ სივრცეში ნივთები. აქ მიდევს ეს ჟელე, ახალი ნაგვის პარკი, ესეთი რაღაცები რა. რისთვისაც არის მოკლედ ეს ადგილი. აი ეგ ჟელე წაიქცა და იმის თავიც არ მქონდა, რომ ის გამესწორებინა. იმდენად ერთი სული მქონდა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. შემდეგ გადავედი იატაკზე. ეს მე მგონი თქვენი იცით, წინა ვლოგებშიც მაქვს ნათქვამ, ერთჯერადი ტილოებით წმინდა იატაკს, რაც ფეხმძიმედ ვარ. შემდეგ ამას რო გამოვიყენებ, რომ მოუწმინდა, ერთჯერადებია რა, გადააგდებ მერე ნაგავში.
მეორენაირი პოლის ჯოხიც მაქვს მაინც შენახული და ტილო, იმასაც ვიყენებ ხოლმე, მაგრამ თუ ძალიან ბინძური არ არის იატაკი, მაგ შემთხვევაში ვიყენებ ამ ერთჯერაც და ვაგდებ მერე ნაგავში. ძალიან კომფორტულია და მარტივი გამოსაყენებელია რა. რეცხვა რო აღარ გიწევს 900-ჯერ მოხსნი და გადააგდებ პირდაპირ. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ გადავედი კექსის კეთებაზე. მე არ ვიცი საიდან მომდის ეს ენერგია, იმ ტკივილის მიუხედავად, წელი მტკივა, ფეხები საშინლად მაქვს დასიებული. საშინლად ხალხო. მაგრამ მაინც არ მასვენებს გამჩენი და გადავედი კექსის კეთებაზე, იმიტომ რომ Facebook-ზე შემხვდა განცხადება იქ თავის სურათით ედო, ჩემ და გასაჭირად. ხო და მეთქი რო არ გავაკეთო, არ არსებობს თქო და თქვენ ხო იცით რომ მე ტორტის ოსოს დაბადების დღისთვის ქვაფში გამოვაცხე ხო და ეს კექსიც ქვაფში მოვამზადე. როგორი გამოვიდა ამოს თქვენ უკვე ნახავთ ცოტა ხანში. ეს თითქმის უკვე დავასრულე აქ ცომის მომზადება. ლილეს ჩავაყრევინე ვანილი. ფქვილი უკვე ბოლომდე ჩაყრილი მაქვს და საბოლოო ეს მორევა და მიქსერება არის ესე ვთქვათ და ამის შემდეგ უკვე გადავიტან ქვაფში გამოსაცხობად. რა თქმა უნდა გავწმინდოთ ჯერ მაგიდა, სანამ ქვაფში გადავიტანთ გამოსაცხობად, ზედმეტი ნივთები ავიღოთ, გადმოვწმინდოთ. ატმის შიგთავსით იყო ეს კექსი იქ რეცეპტში და ჟოლოსი და ჟოლო არ მქონდა, არადასულ მაქვს ხოლმე სახლში, მაგრამ ამ დღეს არ მქონდა. მაგრამ ატამი მქონდა ვაშლატამა და ვაშლატამა ვუქენი ესე ვთქვათ. თუმცა ვაშლატამის გარეშეც მშვენიერი კექსი გამოვიდოდა. შემდეგ ესე მოვათავსე ეს ქაღალდი ქვაფში და გადმოვიტანე ცომი, ნახევარი. ეხლა ამ ნახევარს მე მოვაყრი იმ ატამს. ცომი იყო ძალიან გემრიელი, ძალიან. იბრახუნობს ხო ეხლა უაჭველი. თუ არა მაგათი შული მაქვს, ამ ქვაბის ბრახუნს ვერ გაიგებდით. ხო და ესე ჩავაყარე ეს ატამი და შემდეგ უკვე დავასხავ მეორე ფენას. ექსის პარალელურად დავიწყე სადილი, ქათამი, ფრთები და ბარკლები შევწვი და დავადგი პიურე. ამასობაში გამოცხვა ჩვენი კექსიც, აი ესე გამოიყურება, ეს რო ღუმელში გამომწვარი იყო ზემოდან კოხტად წითლად მოიბრაწებოდა, მაგრამ როგორც გითხარით, გამოვაცხე ქვაფში, შესაბამისად ზემოდან შედარებით თეთრია. მოვაყარე პუდრა, ზუსტად იმიტომ რომ ესეთი ფერი ქონდა, მოვაყარე პუდრა და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გავჭრე კიდეც მე მგონი როგორც მახსოვს. ეს დღევანდელი დღე გადავედი ვანის კედლების გახეხვაზე, რომელიც დიდი ხანია გეგმაში მქონდა. ვინახავდი თითქოს უფრო ივლისის ბოლოსკენ, მაგრამ დღესდღეობით ხვდები, რომ ეხლა მიჭირს და ივლისის ბოლოს 2 კვირის მერე უფრო მძიმედ ვიქნებოდი და ვერ შევძლებდი საერთოდ. ასე რომ დღეს გავხეხე შეძლების და კვარად შიგნით ჩავდექი ვანაში. და შევუდექი კედლების ხეხვას. პარალელურად იქით სარეცხის მანქანის ხმა ისმის, პარალელურად სარეცხს რეცხავდი.
როგორ გამოვიყურები? ეს ხო შეიძლება? მოდება ჯენარი. Gerinani. Igra, ciao, scusa. Rock. Gerinani. Boa. Muito peguei. Gamen. კაი, კიდე რა ხარ გავაკეთოთ, ხო? დამონა. Maybe wins, icons, and Saturday. Oh, pencil. Yes. I wins, icons, and some wickets. როგორ? I wins, icons, wickets. Chikara. Wins, icons. Should we for a game ready? It's the same as me. T Ori Sammy. Aha! Cheating. Cheating you wake up. ჩირინგი რა არის ქართულად თქვი? Ega დაითვალა. რატო? Ega დაითვალა, იმიტომ ჯერ ესე ქენი, მენე ესე ქენი. აი არითლება. რატო არითლები? რა? ჩინი დანდოს ფაქტ. შენ არითლება. შენ პასპორტ ესე ქენი, მე ესე ქენი. შენ სხვა ხელი. Guy, კიდე თამათ, მაგრამ აი კიდე თლეგა არა. თუ ქენი კიდე თლეგა. რა სიზა? Calculation. I did so calm. I promise. To kind of back get that class gonna team early Guy, get it. Tea early Sammy. Rana boo boo. და ასეთი დაამღლელი დღის ბოლოს ჩემს გახერხილვანაში ჩავაზღი ჩემი დუშგელი თბილ წყალში დავამატებ შიგნით ზღვის მარილს რო იქნება ჩემს გასიებულ დასიებულ ფეხებს რამე ეშველოს იმედი მაქვს მაგ იმედით ჩავწექი წეღან სულ რამოდენიმე წუთის უკან გამოვედი ვანიდან და დავიწყე ამ ვიდეოს მონტაჟი ახლა კი დაგემშვიდობებით შემდეგ ვლოგამდე მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ კოცნით